მაქსიმალურად თავი ავირიდოთ ეს პროვოკაციური. პირველად საქართველოში ცენტრალურ მაგისტრალებზე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსების მშენებლობა დაიწყო. კომპლექსი ჩაროსნული მაგისტრალის გორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი ზოლის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტების, ასევე ავტოგასამართის სადგურის მშენებლობა. სამუშაოები დღეს რეგიონალური განვითარების მინისტრმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერეს. დემდაში კომპანია ვისულ პეტროლიუმ ჯორჯიამ გაიმარჯვა, რომელმაც მშენებლობა უკვე დაიწყო. ეს იქნება მრავალპროფილური მომსახურების ცენტრი, სადაც ნებისმიერი მგზავრი, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდება, მიიღებს ყველა სახის მომსახურებას. აქ იქნება კვების ობიექტები, მაღაზიები, აქ იქნება ბენზოგასამართი სადგური, ყველა ის მომსახურება, რომელიც როგორც წესი ჭირდება მძღოლსაც და ავტომობილსაც. ცენტრია, რომელშიც აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია იქნება შეკრებილი ერთად და ადამიანს, რომელიც მოძრაობს ჰაივეიზე, ჩაროსნულ გზაზე, აქ შემოსვლის შემთხვევაში ყველა იმ სერვისის მიღება შეიძლება, რომელიც შესაძლებელია გზაზე მოძრაობის დროს დაჭირდეს. ეს არის ასევე ძალიან ლამაზი და მე ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ როცა ჩვენ აგვისტოში ყველაფერს დავასრულებთ, სოფლიოში ყველაზე მაგარი ეგრეთ წოდებული დასვენების და მომსახურების ცენტრები გვექნება. აქ ვინც გაივლის ნებისმიერი მგზავრი აუცილებლად გადაწყვეტავს, რომ აქ შევიდეს, დაისვენოს და განაგრძოს შემდგომ გზა. მარტო მშენებლობის პროცესში 400 ადამიანი იქნება როგორც მინიმუმ დასაქმებული და ინვესტიცია საკმაოდ სოლიდური.